მეგობრებო, ეს საერთო გაშლა ვნახოთ. ახლა თემატიკა არის თქვენი თხოვნიდან გამომდინარე ამ გაშლის ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა ძალიან თხოვა, რომ ეს გაშლა გამეკეთებინა. აინტერესებს მისი პარტნიორად ჩაფიქრებული პიროვნება, მისი საყვარელი ადამიანი დაშორდება თუ არა მის მეორე ნახევარს. ეს იქნება მეუღლის სახით, თუ უბრალოდ იცით, რომ მას ოფიციალური, ასე ვთქვათ, ურთიერთობა აქვს სხვა ადამიანთან და სადღაც მესამე მხარეს წარმოადგენთ, არ ვიცი, დაშორებული ხართ თუ ერთდროული ურთიერთობა აქვს ორივესთან ამ მომენტისთვის კარტის მიხედვით და იდენტიფიკაციის მიხედვით გავარკვევთ, მოკლედ თემატიკა არის ასეთი: დაშორდება თუ მიატოვებს მას თუ არა. ნუ რა ენერგეტიკაა უახლოესი, მოდი ესე ვთქვათ, 5-6 თვის მანძილზე მაინც. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პიროვნება, საერთოდ რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ მასთან მიმართებაში, რომ გაიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა. ხართ პენტაკლის დედოფალი, თქვენ ხართ მასთან დამოკიდებულებაში, ძალიან შეყვარებულ ადამიანად წარმოჩენილი ორიენტაცია, ეს არის თქვენი სულის და სხეულის და გონების და ყველაფრის, ასე ვთქვათ, მეორე ნახევარი, რომელიც თქვენ გავსებთ, თქვენ გონიათ, რომ ეს გრძნობა და ემოცია გულწრფელია მისი მხრიდანაც წარმოდგენილი ხართ მიწის სტიქიის დედოფლად. მიწის სტიქია შეიძლება იყოს როგორც კუროს, ქალწულის და თხის რქის წარმოადგენელი, ასევე აქედან გამომდინარე მაინდამაინც ნუ დაასკვნეთ ჩემზეა და არ არის ჩემზე, შეიძლება წარმოდგენილი ხართ როგორც ძალიან ისეთი მიწიერი, დიცულოვანი ქალბატონი, ძალიან კარგად ფასეულობა რო იცის თავის, საკუთარი თავის და ღირებულება რო იცის, ღირებულება ცოტა ისეთი უხეში ნათქვამია მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ძალიან ფინანსურად თავის, ესე ვთქვათ, სკივრი აქვს გადადებული. რაღაცისთვის ინახავს ბინისთვის, წამომწდა ბინისთვის, მანქანისთვის, თავისი მომავლისთვის, სწავლისთვის, რაღაცა თავისი ნადავლი, თავისი, ასე ვთქვათ, გადადებული რაღაცა თანხა აქვს და აგროვებს იქნება თუ ყოველ შემთხვევაში უფულო და ჯიბე გამოფხიკლი ეს ქალბატონი ნამდვილად არ არის. ამ ქალბატონს ძალიან უყვარს კარგად შემოსვა და ძვირად ღირებული ბრენდები იქნება ეს ტანისამოსის თუ მაკიაჟის თუ ასე ვთქვათ, ყოველგვარი ფასეულობა, ოქრო, ფული, ესეთი ღირებული რესტორანი, ძალიან ესეთი ქალბატონია, რომელმაც იცის ოჯახის მიხედვა, რომელმაც იცის ფინანსის მოპოვება და კარგად გამოიმუშავებს შეძლების დაგვარად თავის ფინანსს. რაღაცა აჩვენებენ, რომ თქვენ ურთიერთობაში ძირითადად არის ძალის გამოხატულება, რაღაცა ძალისხმევის მიმართულება გჭირდებათ ამ ადამიანთან მიმართებაში, რაღაცნაირად შინაგანი, ასე ვთქვათ, ძალის მიმართულებაზე შეიძლება იყოს საუბარი, რომ აი რაღაცა კონფლიქტში არ ჩაებათ, რაღაცა არ ზედმეტი არ თქვათ და გააკეთოთ ისეთი, რომ საბოლოო წერტილს დასვავდეს თქვენ ურთიერთობაში, რაღაცნაირი აი ძალისხმევას პრობლემურს გიწევთ, რომ აი ეს რქებით დაიჭიროთ თქვენი ემოციური ფონი, თქვენი თავი, თქვენი ასე ვთქვათ, მის მიმართ კონფლიქტზე თუ გინდათ წასვლა, მაქსიმალურად თავს იკავებთ, აი რაღაც ესეთი სიტუაცია, თუმცა ძირითადად სექსუალური კონტაქტი ამ კარტით მერვე მაღალი არკანი ძალაა ეს, აჩვენებს ხოლმე ასევე იმას, რომ სექსუალური კონტაქტი და ასეთი შეხებები გაქვთ ერთმანეთთან. თუ ატყობთ, რომ ენერგეტიკულად თქვენია ეს გაშლა, ვნახოთ, მაშინ ჯერ ის ვნახოთ, რა სიტუაცია აქვს მას იმ მეორე მხარესთან, მოკლედ. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მომოწონებები მეგობრებო არ დაგავიწყეთ. ჩემთვის ძალიან სიამოვნებს თქვენი კომენტარების წერა, ხო ასევე თბილის და მადლობელი ვარ ყველას. ენერგოცვლისთვის, როგორც ასეთი, იცით, რომ საჭიროა ეს ემოციური თქვენგან ლაიკის და რაღაცა ორი სიტყვა კომენტარის დაწერის. მათ შორის ახლა პაუზას აჩვენებენ, რომ არის რაღაცა ურთიერთობა თითქოს, არ ვიცი, ჩიხში შევიდა, რაღაცნაირად დაპაუზებულია, არ აქვთ კონტაქტი, შეიძლება კარტი მიჩვენებდეს, რომ ფიზიკური კონტაქტიც შეიძლება ბოლო პერიოდში ახლო არ აქვს, ქალბატონი წარმოდგენილია დედოფლად, ჰაერის სტიქიის დედოფლად, შეიძლება მისი ჰოროსკოპი არის სასწორის, მერწყულის და ან
ყუპების ნიშანი, მაგრამ აუცილებელი არ არის. ქალბატონი არის ძალიან მენტალურად განვითარებული, ცივ ენერგიებში მის მიმართ, ცივი, ანუ ემოციას მაქსიმალურად არ გამოხატავს, ძალიან გონებით მიმართულია მისი ნაბიჯები ამ ადამიანთან მიმართებაში. რაღაცნაირად ერთგვარად თავის ფასეულობას აჩვენებს აი ამ სიცივით და არ ეკიდება, ასე ვთქვათ, სახვეწრად, რომ ურთიერთობაში მიიღოს ის ხვეწნით, პირიქით, თავის ფასი იცის, მენტალურად განვითარებული შეიძლება წარმოადგენდეს ასევე ქალბატონი სამართალდამცავი ორგანოების რაღაცა სამუშაო რეჟიმი აქვს, ან შეიძლება ექიმიც არის, ყოველ შემთხვევაში ძალიან მენტალურად განვითარებული და ცივი ენერგეტიკა აქვს მის მიმართ. რაღაცა ზის ეს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და ლაბირინთიდან, აი ამ სიცივიდან, ამ ქალბატონის მხრიდან სიცივიდან გამოსავალს ეძებს. რაღაცას უნდა მიხვდეს რა, როგორ გავაკეთო, შეიძლება საუბარი იყოს გადაადგილებაზე, მათი, არ ვიცი, ოჯახური გადაცხოვრება სხვა ქვეყანაში, ან ამ თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას ხშირი მოძრაობა უწევს ქალაქშიგნით, ქალაქგარეთ, რაღაცას ხშირად შეიძლება საჭესთან უწევს ჯდომა და ასე ვთქვათ, მის ხელშია ყველა საჭე, ყველაფერი, რაც შეუძლია, რომ მიმართულება აიღოს და წავიდეს. ეს პირდაპირ მნიშვნელობით, როგორც საჭე შეიძლება აღვიქვათ, ასევე შეიძლება მათ ურთიერთობაში საჭე უჭირავს მამაკაც მიმართულებას ცხოვრებისეულს, რა და როგორ გააკეთონ მართავს ამ ოჯახს და ამ ურთიერთობაში მამაკაცი არის ძირითადი სიტყვის და საქმის გამკეთებელი, მოკლედ. მამაკაც შესაძლებელია ქონდეს და ყავდეს ღია ფერის, ესეთი თეთრიდან სერი, ასფალტისფერი, ესეთი მანქანა, მაგრამ არ არის აუცილებელი, ეს ისე დამატებითი რაღაცა წვეთი რო იყოს თქვენთვის საინტერესო და მისახვედრი უფრო სწორედ, მათ ურთიერთობაში არის ტრანსფორმაცია, აჩვენებენ სიკვდილს, სიკვდილი ეს არის მაღალი არკანი, რომელიც რაღაცნაირად კლავს წინა პერიოდში არსებულ მათ ურთიერთობას და რაღაცნაირად ტრანსფორმაციის წინაშე არიან ურთიერთობაში. რამ გამოიწვია, მოდი გავიგოთ მათი. ემოციურმა ფონმა გამოიწვია დიდი ალბათობით, საიდანაც ამ ქალბატონს იმიტომ აქვს ახლა ცივი დედოფლის ენერგეტიკა, რომ მაქსიმალურად დებდა თავის ემოციას და საპასუხოდ იმ ემოციურ ფონს ვერ ღებულობდა, იმ ყურადღებას ვერ ღებულობდა და იმ, ასე ვთქვათ, ჩადებულ ენერგიას, რაც მამაკაცისგან ტემპერამენტულად განწყობილი მის მიმართ მამაკაცისგან უნდა ეკრძნო, რაღაცნაირად აქედან გამომდინარე გაუნელდა, თითქოს გაუცივდა გული, არ ვიცი, სიყვარული, გაუქრათქო ვერ ვიტყვი ამ ქალბატონს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ ურთიერთობაში ეხლა არის სიცივე, ეხლა არის პაუზა, არ აქვთ შეხებები, როგორც ესეთი, შეიძლება უბრალოდ ოჯახური თანაცხოვრება და კერა აერთიანებთ და მეტი ისეთი თბილი, როგორც ასეთი წყვილის ურთიერთობა მათ არ აქვთ. არის თუ არა შანსები მაშინ გავიგოთ, რომ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება მას მიატოვებს და დაშორდება. არის თუ არა მის შანსი. შანსი არის მაგის. რაღაც პროცენტისთვის გეტყვით, რომ ამის ძალიან კარგი შანსი გათენდება უახლოეს პერიოდში და შესაძლებელია ეს იყოს 4-5 კვირიდან 4-5 თვის მანძილზე, ძალიან მინუსში და ცუდ ვარიანტში შეიძლება 4-5 წელზე გაიწელოს, მაგრამ ძირითადად უფრო უმეტესი ნაწილისთვის იქნება, რომ თვეზე აქვს საუბარი. ქალბატონს ექნება ესეთი დაშოკილი მდგომარეობა, რომ თავისმა სიცივემ იმის მაგივრად რომ გამოეხატა და გამოეყვანა, ასე ვთქვათ, სითბოსკენ მისი მეუღლე და მისი პარტნიორი, მიიყვანა იქამდე, რომ გაიღვიძებს ერთ დღეს და მისი მთელი ემოციური ფონი გადათელილი მასთან ხდება. ეს თქვენ რასაკვირველია მოგიყვანთ ძალიან კარგ ხასიათზე ამ ცნობის გაგებისას, ხეზე სახლი არის ეს იქნება თქვენი რაღაცა ურთიერთობის დასტაბილურება.
მიწაზე არ არის სახლი, ხეზია, მაგრამ ეს ყოველივე მაინც გამოიწვევს თქვენში სიხარულის შეგრძნებას. გაგახარებთ და ცოტა